ოკმალა აიყვანეს ლილოს ტერიტორიაზე, მას ჰქონდა რაღაცა შეხვედრა, საქმიანი შეხვედრა, საიდანაც ბრუნდებოდა და უნდა წასულიყო თავის სტუდიაში. პატრონმა რომ გამაჩერაო, გადასცაო ჩემი ინფორმაცია, რომ დავაკავეთო გიორგი ოკმალაშვილი და მოვიდა სადღაც დაახლოებით 20 ეკიპაჟი. მეგონაო ვიღაცაში ვეშლებიო, ვიღაცა ტერორისტს იჭერდნენო, ისეთი შეგრძნება მქონდა. რო დაიჭირეს ეკითხებოდნენ, სად იღებ რეკლამებს, სად აკეთებ. ოღონდ აი მართლა წარმოდგენა არა, მაგრამ რა შუაში იყო პოლიციელზე იდაყვის დარტყმა და რა შუაში იყო ოკმალას სამსახური და ოკმალას ტექნიკა საერთოდ. ეს ფენომენი დღემდე ვერ ამოხსენით და დღემდე არ ვიცით, რომელიც დღემდე ვითომ რაღაცა გამოძიებას ატარებენ და ასრულებენ.